თეკლა მე სამსახურში წავედი, ძალიან ადრე იყო, აღარ გაგაღვიძე. ნიკას უთხარი გაკვეთილები გაიმეოროს, მე მალე დავბრუნდები, პროდუქტს მოვიტან და ერთად ვისაუზმოთ ელენე. კარგი. დედა! ნიკა, დედა, სამსახურშია მალე მოვა და მანამდე ნიკამ პირი დაიბანოსო და გაკვეთილები გაიმეოროსო. რა? პირი დაიბანოსო არ წერია აქ. მოიგონებ ხოლმე რაღაცებს. მაგრამ ის მითხარ ნიკა სახლი მიალაგე. ნიკა. ოხმე და ხო. ვინ დამაფარა? ეს კური ვინ დამაფარა მითხარ? აბაზანაშია. ოხ ნიკა რა. რა გვაქვს ისა ვაშა ელენემ დამაგვიანდებაო. მოვალო პროდუქტებს ვიყიდი და ერთად ვისაუზმოთ რომ. კარგი დაველოდები მაშინ. მალე მოვა? კი, მალე მოვა. მე რომ მოვედი ის გადიოდა და მალე მოვა რომ დაიბადა რა. აივანზე რა მინდოდა? ჩემი ყვავილი რომ მოხს ის თქვენ აივანზე გავიტანეთ, მზე კარგად ხდება. მზის ქვეყნიდან არის მაინც და უხდება. მოუხდება კი მზის ქვეყნიდან რომ ყვავილს მოუხდება კი. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. არ დამთავრებია მე ჯერ თქვენთან საუბარი. კი. ორი ამბავი მოხს. ორი. რომლით დავიწყო? არ აქვს მნიშვნელობა, ორივე ცუდია. პირველი ის არის რომ კორპუსის თავმჯდომარე ნუნუ ჩამოვიდა. რა? ნუნუ? უკვე? ნუნუ ეს შვილთა რო იყო საბერძნეთში, ჩამოვიდა? კი ბატონო. და ის მეორე ცუდი ამბავი? ეს ისეთ ცუდი ამბავია რომ მეორეც ეგ არის. მეორე ცუდი ამბავი, როგორც პროტონი, ნეიტრონი რაღაცა ეგრე ხო? არა, ეგ როგორ არის, იცი? პროტონი და ნეიტრონი. კარგი, ვიცი კი. ის რა მაინტერესებს, ბატონო პროფესორი. ნამდვილად იცით რომ ვინც ჩამოვიდა, ნამდვილად ნუნუა? კი, ახლა აივნიდან დავინახე სტურვებით ბოქსი ეჩხუბებოდა, ეზოში ბურთს ნუ თამაშობს, ასფალტი გაფუშტებოა. ნუნუ ჩამოსულა. კარგით, გავალე ხმა. კარგი, ნახავდის. კი, ბატონო. ერთი თხოვნა მექნება რა, მაინც ყურადღებით იყავით, ქარი თუ ამოვარდა, ყვავილი შემოვიტანეთ რა, არ უყვარს ქარი მაინც. არა ხო? დიდი მადლობა. კარგით. ნახავდის. როგორ უყვარს ეს ყვავილი ეს? როგორ უვლის ამ იაპონურ ყვავილს რა, თეკლა. ძალიან უვლის. შეიძლება მალე ძიუდოზე შეიყვანოს. ისე რა ყვავილი ძალიან მაინტერესებს. აი. ნახდება თეკლა? ეს კოშკი. ხო, რა ვიცი, ჩვეულებრივი კოშკია და რა მიაცემინა ელენეს ამაში 500 ევრო არ ვიცი რა. 500 ხო? ხო, 500. თეკლა წარმოიდგინე ხა, ეგ რო გაგვიტყდეს რა. ხო, რა წარმოდგენა უნდა ვაშა. გაგატყდა. აიმე, გადაირევა ელენე რა, თეკლა რა გააკეთე 500 ევრო. მომაწოდე 150 ევროიანი ნაწილი აქვს, მომაწოდე. ისა ვაშა რა აქვს ნაწილი, ვერ დააწებებ? დავაწებებ? ხო. რა ვიცი, თეკლა ქაღალდი დამიწებებია. ხო, ფეხსაცმელი დამიწებებია. მამაჩემის მანქანის ფარიც დამიწებებია, მაგრამ კოშკი ეიფელის არა. რა ვიცი, რა. იზია? კოშკი გაკეთეთ?
ეიფელის კოშკი გატყდა. გაგიჟდება დედა. გაგიჟდება. ვინ გატეხა? ეს მტვერს წმენდი და მტვერმა ეტყობა. ბაშა რა ვქნათ და ელენიც მოვა მალე. მოვა ხო რა ვქნათ რა ვიცი ხლა ვითომ მიაღწევს ყურადღებას საერთოდ ხო ელენე როგორც კი შემოვა პირდაპირ მაგას შეხედავს ვარ. არა როგორც კი შემოვა მე მეთქვის ისტორია ჩამაბარია. ძალიან კარგი დროს მოვიგებთ მაგით. ხო ვერ მოვიგებთ. არ ვისწავლი. არ ვისწავლია, კარგია, კარგი ანიკა. მაგაზე ელენე ხო ისევაც უნდა გეჩხუბოს და ესეც რო დაიბრალო ბარენ. არა. კარგი. მე ვიცი რაც უნდა ვქნათ, ყურადღება რო არ მიაქციოს ან რო ვერ შეამჩნიოს, ასე ვთქვათ, ელენე. აი, მაშა რანაირად ვერ უნდა შეამჩნიოს. რანაირად ვერ უნდა წალი და იქ. დადი მან გამოდი აქეთ. ძალიან ეთყობა ეხა გატეხილი როა? ეთყობა, ვაშა, ეთყობა, აბა. რატო ბაბუ, რატო წახვედი, რატო დამტოვე ესე ბაბუ, ეგ არის სულ შენზე ვზრუნაო, რომ მეუნები, ეგრე ზრუნაო ბაბუ შენზე, რატო წახვედი, რატო დამტოვე, რა გინდოდა ბაბუ, რატო, კოტე ბაბუ, რატო ბაბუ, რატო წახვედი მაღაზიაში უჩემოდ ბაბუ, რატო გამომავშე რა ბაბუ ვერ მითხარი რომ მიდიოდი შოკოლადის კარაქი უნდა დამებარებინა რა რატო წახვედი დაწავიდო საგდავდეთ დაარწდა მანდა აღწევო ბაბუ აბა როგორ ხარ არავითარი ტკბილეული ამახარწელს ისედაც ბევრი ტკბილი და ცხიმიჭამე და აგერ გაგიგეთე აქია მასიც ციციბურა და შეჭა დაარგი ბაბუ რა გინდა ჯერ ის აქვე ჯარისკაცებიო ეხლა ამ ციციბურად ლაშქარს მაჭაო რა გინდა ჩემგან ვერ გავიგე უნდა ბილი არგი შეჭა ხა მომეწმინე ბაბუ ეს რანაირი ციციბურაა ცხიმი ამას არ აქვს მარილი ამას არ აქვს ეს ციციბურა კი არის ბაბუ ეს არის ციცი მარტო ციცი კარგი რა ვიცი ამ ბურა თუ რა ვიცი ციციჯობია კარგია და ნიუტონი შეჭამა და მე ნაკვეთში წავიდეთ რა ნაკვეთში ბაბუ რევს მეუნები რა ნაკვეთში უნდა წამოვიდე შეხედე როგორი გამოპრანჭული ვარ ბაბუ მოდი აქ თეკლას უნდა შევხვდე ბაბუ თეკლას კარგი ბატონო რა ნაკვეთში თვილად ეგ პერანგი გაცია თვილად წამოდი და წამოდი ნაკვეთში ბაბუ და ჩიტებს მაინც დააწყო მაშინ მოვიქცეთ ასე. ესე იგი, ელენე სანამ მოვასახს, სანამ შემოვა, კაცს ასხომ დარეკავს. კი, დარეკავს, ხო? მე წავალ გასაღებად, კარის. ხო, ამასობაში თქვენ იკავეთ პოზიციებს. პოზიციებს, თეკლას შენ გარბი ხარ და ჯდები დივანზე, აი აქ. რატო? იმიტომ პოზიცია ეგ შენი. ხო. შენ გარბი ხარ და ეფარები ეიქელს. ისტორიის ტექსტს დავიკავებ. კარგიაზე. მოიცა, შენ დავაფარე დილით, ხო, კუდი მე რაღაცა ამ სიგრძე მე ესე იგი პოზიციებზე ვდგავართ ხო უკვე ესე იგი და მე მივდივარ შევეგებები ელენეს რომ სანამ ესე იგი აქეთ რო არ წამოვიდეს რასაც მოიწას პროდუქტებს გამოვართებ და მე წამოვალ აქეთ ამასობაში შენ რო დარჩეს ელენე იქ დგები და ეუბნები რომ ნუნუ ჩამოვიდა ხო რა თქმა უნდა ეხლა ელენეს გაუკვირდი რომ ოი მართლა ჩამოვიდაო ნუნუ ხო იყვის ამას ხო ამ დროს შენ რაღაცებს იგონებ ნუნუზე და უყვები ისტორიებს ხო ესე იგი მე ვინ დგას იქ ისტორიის წიგნ ხელში ხო შენ ესე იგი შენ გახარ ისტორიის წიგნ ხელში იქ და როცა წამოვა რომ დაამთავრებ შენ მოყოლას ელენე რო წამოვა აქეთ შუა გზაში იწყებ ეგრევე გაკვეთილის მოყოლას და რო ამისწავლია კარგი თვით გეგმას ესე იგი არ უსწავლი ამას ხო იქიდან მე პარკები ხო წავიღე პროდუქტები გამორბილა რაკეთ რომ ელენეს შევხვდე და მე პოლიციაში ხარა ვაიმე ელენე შენ კარგს არის არ მოგაგერე კა აზარი ვარ არ წესე ვიფიქრობდი ჩვენ მომესმინე რანაირი გრაფიკი გაქვთ ამ საფრანგეთის საელჩოში პოზიცია რანაირი გრაფიკი გაქვთ ამ საფრანგეთის საელჩოში დილით ადრეს სამსახურში სახშიც ადრე მოხვიდე ხო მოკლედ ამებს მე წავიდე კარგი ელენე ესა რა უნდა გითხრათ აჩიქი რა ხდება
მოდი გითხრა. ნუ აქაც იყო ხო შემოსული. ნიკა ისტორია ისწავლე ხო იცი უნდა ჩამაბარო. წადი იქი დაჯექი და წესიერად გადაიმეორო. ნიკა იქი დაჯექი და კარგად გადაიმეორო. კაცო დედა რო ეუბნება რო გეუბნება დედა წადიო და გადაიმეორო იქეთო თუაშე რანაირად დგახარ ელენე მოდი ნახე რა გაჩვენო რა უნდა მაჩვენო ნახე ნიკამ რა ისწავლა და დრო ისწავლე ხო ნახე რა ისწავლა ხო ცეკვაზე რო ისწავლე ხო ცეკვაზე თვითონ სიტყვა ცეკვა დამავიწყდა გაჩვენო დე მაჩვენე მიდი საერთოდ რატომ დადის ცეკვაზე ან რაში ვიხდი ფულს თეკლა მოდი რა მომეხმარე ხო ისა ლაშა შენ აი მანზე გაიტანე გეხოცები და კარედაში შედგი ეს არის ლაშა გაიტანე რა აქ ხმაურობთ მე ვერ ვკითხულობ აი აქ დავდგე მარტო ხმაურო დაგერ არ უნდა დადგედო წაიკითხო წესიერად ამას გავიტანე აი მარტო შენ როგორც მიხარი ნიკა რანაირად წაკითხვა ეგ წადი იქი დაჯექი და კარგად წაიკითხე ნიკა არ გესმის? რა არის ედელე? იცით ახლა რომ ბანაობ და ყურში წყარი ჩავიდა და არ ესმის ეთყობა. არის მოიწევი მე ვეთყვი. ნიკა, დედა მიქი დაჯექი და იმეცადინეო. დე, აქ დავჯდე. მან დაჯექი. ნუ შემხდა მოდი მოგიყვე რა. მე მოდი ჩქარა მოგიყვე. ხო ვეხედავ რომ მოვდივარ. თეკლა. ხო. მოდი მოგიყვე. ხო ის რაგე ლაშა. თურმე ელენე შეხედრია ნუ რაღაცები ულაპარაკია და მე უნდა მივიდე რომ მითხრას. ესა ხო უნდა მივიდე. ესე იგი ჯერ თავის შვილზე ხომ ელაპარაკა იქ საბერძნეთში რო იყო. ლაშა არ გაინტერესებს მოდი. კი ძალიან მაინტერესებს. მე მოდი მოგიყვე. არა იყოს აქედან მოგისვენე. ელენე მე ხო ესა შორს მსმენელი ვარ და აგირა რა მოგეხოცები. არ ვიცი ბაბუ რა გინდა დაბარვა და რა ყველათ წამოვიდე რა ერთი წუთი. წამოვიდე და დამაბარინე. დიდი მადლობა რომ აბაზანად დამეთქვა. ხო, არაფერს ბატონო პროფესორი. ხო, შეგაწუხეთ ზარი. არა, შეწუხებით არ შეგაწუხებით, უბრალოდ გისმენთ ახლა ბატონო პროფესორი ხდები და აი ეს მომენტი არ მომეწონა რა, ის საერთოდ. ქვემოთ ჩასული რო იყო. წამომყევი სახლში და მე ხო ზევით. დედა გავახარო, ხო ხდები? აი არ მომეწონა რა, როგორ უნდა იცი ბატონო პროფესორი, აი წამომყევი სახლში და ზევით. დედა გავახარო, ხო ხდები? აისროლო რა ზევით რა. აბა მიდი გაიმეორე, წამომყევი სახლში დედა გავახარო, მიდი გაიმეორე, აბა. დედა გავახარო. უფრო აისროლე, მოდი ერთად, აბა. წამომყევი სახლში დედა გავახარო, ხო ხდები? აი ეგრე კარგია რა. ხო, აი არის ბატონო პროფესორი. რა შეიძლება პრობლემა არა ისეთ თქვენ თავიდანვე ხო. ისა რა უნდა გითხო ბატონო პროფესორი. ის ყვავილი რო გაიტანეთ იაპონური თქვენი აღარ შემოიტანთ იმას? მანდ რა ხდება ის? მე ხო შავს ახლა თქვენთან ვიმოვ ხო და იმათთან ის ყვავილი მათთან გავიტანე რომ არ ეწყინოთ რომ აი ბალანსი რო იყოს დაცული. მართალია ბალანსის დაცვა საჭიროა, გაიგე? არა, ამ სულ ეუბნები მოიყვანეთ ცოლი. რაშუაშე, ცოლი ეხლა რაშუაშია ბაბუ, კარგი და გადამრიგე. ვაიმე, ბაბუ, ჩუმად იყავ ის არის რა ქვია. ნუ კორპუსის თავმჯდომარე მებეძებს. ჩუმად გეხოცები, ჩუმად იყავ. ატა, მოიყვანეთ ცოლი. კარგი, მოიყვანეთ ცოლი და მე თავა. კარგი, მიდი. ვაიმე. ბატონო პროფესორი, გამოდი აქეთ, გამოიწი აქეთ. ჩუმად ხო რა თქმა გამოვიდა. ჩუმად კი ხარ, მაგრამ სხეულის სიმხურვალი არ იგრძნობს, გამოდი აქეთ. გამოიწი აქეთ.
და რატო ემანებს? ნუ, რატომ ეძებს? რა არის ბატონო პროფესორო, დამავალა რომ გარე განათებასთან დაკავშირებით მეზობლებში არის და ხელმოწერები აგროვებდა. კარგი რა ბატონო პროფესორო, გავარ ეხლა მე იმ კაცო ესე მეზობელ ვიარო და ხელმოწერები ვაგროვო, ჰა? ესე არ გამოვიდა ბატონო პროფესორო და ეხლა მეზებს. რა ვიცი და აღარ გაჩერდება ეხლა ხო ხედავ არ ვარ სახში და ზასროლეკავ გაჩერდები თუ რა გინდა ვერ გავიგე. ბატონო გასვლას ვაპირებდი ჩაიმინო და დამელი მოდი ბარე მაგდავლე მაშინ. კი ბატონო. დალი ბატონო. რა ვქნა ბატონო პროფესორო ეს თავს არ დამანივებს ხა რა გავაკეთო არ ვიცი. ნახოთ იცი დღეს რო საერთოდ არ გახვიდე სახლიდან აქ ვიждეთ ერთად ვისაუბროთ და იმას ნელ-ნელა გადაუვლის სიბრაზე. მართალი ხო შეიძლება. სადილად რა გაქვს? სადილად რო ბატონო პროფესორო უცხიმო და უმარილო წიწიბურა. ხო. მაშინ შევალის წყალს გადავივდეთ. კი ბატონო. გუგა, გადადიხარ? ხო, ლაშა გადავდიო. მოიცა, ერთ კვირაში არ უნდა გადასულიყო. ხო, მაგრამ ნუ უნდა იდას ჩამოსვლის ამბავი რო გავიგე, დავაჩქარე. თქვენი კითხეთო. ხო, ისა, გუგა, შენ მაინც ხედავ რამდენს დარბიხარ, აი ამდენს დარბიხარ, მუზის ძებნაში რამდენს დარბიხარ და მაინც დაგვიტოვე შენ ვისამართი, სადაც გადადიხარ. მუზა მაქრო მოგაკითხოს, რო ვიცოდი რა პირდაპირ შენთან რო გამოგუშვა. გუგა, მართლა სად გადადიხარ? დიდუბეში. აღშა დაუკვირდი, მაინც როლი პერსონაჟი უფრო რომ გავითავისო. კარგი აზრია, გათავისება კარგი აზრია კი და თავისი იქნება მე. ხო, კარგი ისა, გავბივარ მე, მივდივარ და რამე დახმარება ხო არ გჭირდება? დახმარება არაფერია. არაფერი. იცი რა, დღეს ჩემ გადასვლასთან დაკავშირებით მინდა რომ რესტორან საგრაფოში შევიკრიბოთ ყველანი და დაურეკე ხო ყველას. ვიცა ყველას პატიჟებ? აბა, ნუნუსაც უთხრა? არა ნუნუ ლაშა ეხლა გართობა გვინდა ეხლა იქ ნუნუ კარგი მაშინ ყველას ვეთქვი ხო მართლა დღეს ნოდარმა უნდა დამირეკოს და იმასაც ვეთქვი და წამოვა ნოდარი არა ნოდარი ეხლა მარტო სამეზობლო და სამეგობროს პატიჟებს ეხლა ნოდარი რაში სამეგობრო ხო კარგი გასაგები კარგი მე მაშინ ყველას ვეთქვი ყველას დაურეკავ ხო ტატოსთან თეკლას დავარეკინე ტატო არა ტატო მარტო სამეგობროს კი არა და მარტო სამეზობლოს პატიჟე მარტო სამეზობლოს ხო ტატო კარგი მაშინ ყველას დაურეკავ მაგრამ აი ქვევით პირველ სართულზე კახა და გივის ნომერი არ ვიცი და შენ ხო არ იცი კახა და გივი კახა და გივი რო დავპატიჟო და დაურეკო მაგათ მაშინ ლევანასაც უნდა დაურეკო აჩიკოსაც გიგასაც და გუგა რა ვიცი მაშინ დაველოდე შენაგერ გვინოს გამოვიდენე დავიდოთოთ მე და შენ რა ვიცი ის მასე შენებს უხარი რა კოტებაბუას პატას ელენეს ნუცას ნუცა ხო არ გინახავს მართლა საერთოდ საერთოდ დღეს ხო არ გინახავს ნუცა არ გამოჩენილა და დღეს ოჯა იცის რო გადადიხარ შენ აბა იცის მაშინ აქ იქნება რა გამოდი ნუცა გამოდი ამის ხმაზე ამოვა არ ჩანს ნუ არა უშავს გამოჩნდება რა აქ იქნება საერთოდ კაი ჩავედი მე ქვევით რაღაც წებო უნდა ვიყიდო მართლა ისა გუგა შენ ხო არა გაგწებო წებო კი მაგ მოძებნი და წებო რა თქინდა ეიფელის კოშკი უნდა დავაწებო და არა მაგდენი არ მაგ ამაგდენი არა და გუგა გიხოცები მოძებნე რა ამ თუ იქნებ მოძებნოთ ეს წებო რა მოძებნი კარგი წებოა კი მაგარი იმ დღეს იატაკზე დამეცა და ჩუსტი დამეწება ჩუსტი დაგე აი არ გიწებო ესე კარგი მოძებნოთ სად იქნება აქ იქნება მეც მოვა
აკი ხა? აი ამ ჩანთაში დაკვიდე. გუგა, დიდუბელი სასწრებია სულ და. ხო და მანდ ნახე მე. რა ვნახო აქ? კაცო, მეოთხე გვერდზე 32 აბზაცი ნახე. თვარე მოწყენილი იჯდა ღრუბელზე, დაგცქეროდა დიდუბეს და ხალხურ მელოდიას უსტვენდა. რა არის? ხო მაგარია. უნდა იყიდო ლაშა. უნდა იყიდო. გეფეძები მოდერნე რა. აი აგერა. იპოვე? ვა, ძალიან კარგი. ესე იგი კარგი წებოა. ხო, კარგი აბა. გუგა, სადაც გადადიხარ შენ? ხო, ესე დიდი სახლია. ნუ ესეთი, მოზრდილი. მოზრდილი. კი. მოზრდილი. არა, რატო გეკითხები იცი? რო არ დააწებო სამწებო, მაინც ერთ ბიჭს და გაწეწილ გოგოს ხო დაითევს. რა ვიცი. კი, ალბათ. კი. ხო, კარგი, ისე ვთქვი. ხო, კარგი, წავედი ხომ მე და დავაწებ იმას. ხო, არ დაგავისყვეს, ხო? ის ხო, საღამოს. საღამო კი არა, საგრაფო ლაშა რა გჭირს? მე მჭირს ხო? არა, არ მიყვარს ეს ეიფელის კოშკი, არ მომწონს. ხო, სხვათა შორის არც ბალზაკს მოწონდა. ხო არა? კი, სულ ფიქრობდი რომ რაღაცა საერთო გვაქვს მე და ონორეს რა. ახო. სალაშა. დარწმუნებული ხარ რომ კარგი წებოა? კი, კარგი წებოა ძალიან. ჩუსტი დაწებებია, რა ქვია, გუგას. იატაკს. ხო და იგდებს ეხლა. აიმე. დამეწებ. მართლა ვერ ვიძრობ ფიძია? ვერ ვიძრობ. დედამ ცეკვამ როგორ გაგწირა? თვითონ ვერ გააკეთა და შენ ჩაგაყოლა. აი, მოვაწე. მოდი. მაიმუნობის ძოარი ეხლა, მაიმუნობის ძოარი. მოიცა. ეხლა დავაწებებს ამას ალბათ რაღაც, რა ვიცი. დაწებდა. დაწებდა? კი, მგონი დაწებდა. ხო, რა ვიცი, აი რაღაცა დაწებ. მოდი ვნახოთ, აბა. ხო. რა ვიცი. დაწებდა. დაწებდა, ფეხი მოდრა. ეხა ის დაწებდა. მოდი. კარგი რა, ეხლა რა მაიმუნობის ხო, გავს. წება. კი, მაქვს. წება ჯიბეში რატო გერგო? მე საჭირო ნივთები სუჯიბეთი დამაქვს ელე. აბა როგორ ისე რა. რა, მკითხე, აბა ის მაგრატელი ყურდა ხომ, მკითხე? ხო, კითხე, აბა კითხე. მაგრატელი გააქვს? კი, აი. წება რომ გაატანე, ახლა რითი უნდა დააწებო? არა, ელელი სანამ სახლშია ვერაფერს ვერ ვისამ, რაღაცნაირად უნდა გავიტყუოთ. გავიტყუოთ? სახლიდან. მე მოვიფიქრე. აბა? რა? დედა შეშინა ძალიან მიწისძვრის. აჰა, დაველოდოთ მიწისძვრას? არა, რატო მოვაწყოთ? გავხნათ? მოვაწყოთ. მაგარი დღე მაქვს რა, მაგარი დღე. ჯერ ეიფელის კოშკს ვაწევდი, ახლა მიწისძვრა უნდა მოვაწყო. შენ ვიძია. ვიწისრა! ოი! ვაშა რა საკეთებს? რა იცი მიწისძვრას აკეთებს უხება. ეხლა იყავით თუ და მე გავაკეთებ აგერ მიწისძვრას რა. კარგი რა ნიკა, ხო იცი როგორ მეშინია მიწისძვრის. თეკლა ყავა ხო გვაქვს? კი, გვაქვს. გვაქვს. მე ხო, ისა. დღეს შენ აღარ მიდიხარ სამსახურში? გასვით არა, ფოსტა მაქვს გასაგზავნი. ფოსტა გაქვს გასაგზავნი. ელენე, მე ვფიქრობ რომ გაგზავნას ფოსტის. აჯობებდა რომ შენ წაგებო. წაიღე ხო იმედა, მე რაღაც არ ვენდობი კაცო ამ კომპიუტერებს და მაღალ ტექნო. ეშმაკის მოგონილია. ო! რა?
მიდი. ელენე, შენ ახალი შუშის ხიდი ნახე? ისეთი ლამაზია, თამიდი ხარ სამსახურში წამოყვები და ვნახოთ ერთად. ეხლა აქ არ ვიყავი ეგ ხიდი რო გაიხსნა? ხო, ის გაწყდა ელენე. გადახილი ხო არ გინახავს? აგატყდა, ვერ ხვდები რომ მაგითი მინიშნებას უკეთებ, თუ რა მოდიო. ელენე, ესა პარიზშიო მე რო სვამდიო, ბარდის და ფეიხუას ნახევსო. იქ რო ვიყავდი, მე რო ჩამოხვედი, აქ რო გააკეთე და მე რო დამალევინე და ძალიან რო არ მომეწონა, თუდად რო გავხდი, კი ნახავ. ეხლა მომინდა ძალიან. აი რაღაცა ვიდექი იქ და უცებ ისე მომინდა და რო ჩახვიდე მაღაზიაში, ბარდას შეხედი, ფეიხუას შეხედი, ამოიტან უცებ გააკეთე, ნახეს ისე მომინდა რომ არ ვიცი. მართლა ლაშა. ძალიან. რა კადია გუშინ გავაკეთე ჩემთვის, კიდევ კარგი ბოლომდე არ დავდიე. Rasha, მოიცოდე ეს რა სასარგებლოა? კიდევ კარგი ბოლომდე არ დალიე. მიდი გასინჯე. გასინჯე, მიდი. კაიხოა. ფეიხუა. დაგიმატო? არა, იყო ჭირამას დავსლიდან. ნაისა. პარკში რო გამასეირნო. ამ სიცივეში ნიკა? ხო, სანამ შენ წასული იყავი, ყველას დედები ასეირნებდნენ. თემუკას, იმას, ამას. იცი როგორ მინდოდა დედას რო გავესეირნებინე? ან მარტო ვიყავი პარკში, ან კიდე დედი და ქალი მასეირნებდა. კარგი, ეხლა ჩავიცო, შენც მოერზადე და წავიდე. დედა. აი. ყოჩახ ნიკა, ყოჩახ, აი მომეწონა უკვე. ყოჩახ კი არა, თუ გავუჩვდებით თქვენი ბრალი იქნებათ. ვა, თეკლა, მოხვედი უკვე თეკლა. რა გინდა მანდრასაკეთებს? თეკლა. გამარჯობა, თათია ვარ მე. თათია, ხო ისა. გამარჯობა, ხო, არა, უბრალოდ ის რა ქვია, არაფერი არა, მოკლედ თქვენ ახალი ისა, ხო, ახალი თათია. კი. ხო, დაბრძანეთ და ახლა მოგარცევთ ყველგან. კარგი, დიდი მადლობა, კარგი. ისა, მოიცა, რას მომართო, არაფერი შემიკვეთებს რა, რას მომართო? ხო, რას მიირთმევთ? ხო, რას მივირთმევ და? აიო, მე. ხო, კარგი. ხო, სამსახურში ვარ. არ გეტყვი სადაა. არ მინდა რომ მოხვიდე. რატო და იმიტომ? რატო გაგიჟებ ვერ გავიგე? უკაცა. რატო გაგიჟებ? ისა, აი, მოკლედ, აი ამას შეუკვეთავ და აი გონწერილი ხდება. მე თვითონ? სხვას. კი, ვიჭია კი. არის რომ დაამტრებ და ვეღარ დამირეკავ. მე სულ მართალი ვარ. კაი, კარგი, აბსოლუტი. ახლა მოგარცევთ ყველაფერს. მოიცა, რას მომართო, ჯერ არ დამთავრებია წერა, ერთი წუთი რას მომართო? ხო, რას წერთ? ეხლავე, აი, ერთის დამრჩა და ეგ არის. მოკლედ. ესე იგი, თათია, რა მინდა ეხლა მე? შემწვარი ქათმის ფილე მინდა. პომიდორის соусით. შემდეგ. თათია. ხო, ესე იგი, პომიდორის соусით მინდა ეს ქათმის ფილე, სულგუნი მინდა პიტანით თათია. და ტიბონ სტეიკი მინდა. კიდე, ხო, მთელი დღე არაფერი არ მიჭამია, თან რა ვიცი შემშია. ჯერჯერობით ეს არის სულ მოკლედ რა, ხო. მარტო იქნები? არა, თათია, ჩემს გულის სწორს ველოდები. კი, ჩემს გულის სწორს ველოდები. თქვენი გულის სწორს. აბარა, მე და ჩემი გულის. ძალიან კარგი, მაშინ დაბრძანდით და ახლა მოგარცევთ ყველაფერს. კარგი, დიდი მადლობა. თათია, რას მომართო, რანაირად მომართო, რას მომართო? ეს იქ უნდა წამეღო. კი, იქ უნდა წაგიღო.
თეკლა, შენ კიდე სათხარ ამდენი ხანი. მოდი, სათხარ ამდენი ხანი, რატომ ალოდინებ თეკლა? ხალხო. შენ აქ რა გინდა? სად უნდა იყო ფლაშა? სად უნდა იყო? სადა საგრაფოში. აუ დაიწყო ეხლა მაგარი გუგა ერთი წუთი ის მაინც მითხარი რომელი პერსონაჟი ხარო აკვებეს პერსონაჟი არ გითხრა ლაშამ რომ საგრაფოში უნდა მოსულიყავი? არა აუ ლაშქარა არც თვითონ არ მოვიდა და არც შენ არ გითხრა რა ხო არ ვიცი სათხარ თეკლა ვა თეკლა მოხვედი ბოლ თათია უკაცრავად ხო რა საგრაფოში ვარ მომიდი დავუყე რა საგრაფო მოვიდა ნუცა ხო არ გინახავს? რა? ნუცა ხო არ გინახავს? შენ თეკლა ხო არ გინახავს? ვიხდი თამაშია, ლაშა ხო არ გინახავს? თეკლა ხო არ გინახავს? თეკლა იყო უკვე. კარგი ერთი წუთია. საწავიდა ეს გოგო თეკლა ბო. ბატონო გისმენთ წეგან შეხვდა ნუნუდეიდა მე ხა შენზე რომ ზაღმაუკვინო და კიდე რაღაცას მოვაწერე ხელი და რა ზაღმა არა გუგა ეგ მოვატყუე ნუნუს თორე მართლა ზაღმა კი არ მიკბინა აბა რა გუგა რა არის ნუნუ თხოვა რომ გარე განათებასთან დაკავშირებით მეზობლებში ჩაუმეულო და ხელმოწერების შემეგროვებინა გაიგე და კარგი რა გუგა ეხა გავარ გუგა მე იმ კაცს ეხლა რომ მეზობლები ვიარო და ხელმოწერები შემოგროვო ჰა გავარ ეხლა მე იმ კაცს გუგა რომ მეზობლები ვიარო და ხელმოწერები შემოგროვო ჰა გუგა გავარ ეხლა შემოხედე რა თქმა უნდა რა მოგივი რა ვიცი ჩემი გადმოსახედიდან არა ხო და ჯიგარი ხარ და მაგიტომაც მიყვარხარ გუგა რო არა და თუ გიყვარვარ წავედით საგრაფოში ეხლა არა გუგა ეხლა არ გამოვა რა დღეს მართლა ახლა არ გამოვა რა გამიგე რა ხო არ გამოვა რატო გუგა და ის რა ქვია მე ხო ზაღლმა მიკბინე და არ შეიძლება აბა მოვიტყუეო გუგა ეგ მოვატყვე ნუნუს თორე შენ ხო არ მოგატყუებ რა უკაცრავად ანგარიშიო თქვენ მითხარით ხო სურა ჩემ მგონი ვერაფერსაც ვერ შეამჩნევს რა თექლა რა სიტყვაში კარგი ლაშა როგორ ვერ შეამჩნევს კარგი მართლა რა თექლა რა რანაირად შეამჩნევს ეხლა ახლა ესე ნახავთ ეს ბუშტებს გაბერილს აქ სუფრას გაშლილს რო ეთქვით თან რომ ჩვენ რომ ეს ყველაფერი გავაკეთებთ იმის ჩამოსვლასთან დაკავშირებით რომ სიურპრიზი მოუწყეთ გადაიოს საერთოდ გადაავიწყდება შენი ეიფელის კოშკი სიურპრიზი ყველას მოსწონს თექლა გადაავიწყდება ხო გადაავიწყდება ისა ლაშა მაშინ იცით რომ უთხრათ ბარემ ვითომ თავისი საყურეები მაჩო გადაარახსოს მე გავახებ. გული გააღე. ოღონდ მანამდე გაიხედე და ნახე ვინ არის. ხო, ელენა იქნება. აჰა. იკაზე ხო გარები გარე. ეს სადარბაზოში არავინ არ მიღებს კარს. აჰა, ისა ხო. გამაჩო ნუბიცოლა. სულ ხომ მოვედი? არა, რას ბძანებ, ნუბიცოლა, როგორ გეკადრებათ? ზუსტად ახლა ვეუბნებოდი თეკლას რომ ჭუჭუტანა იმიტომ არსებობს რომ გავიხედოთ ჩიქით და ნახოთ ვინ არის მოსული და ვინ არა მოსული. აბა რა, ლაშა. რა ხდება რა შეასაქმე ნუბიცოლა? იცი რა ლაშა, აკითხო რა. არ გითხოთ კი ბატონო. მიცი ხოლმე ესე რა. ესე იგი 3 თვე აქედან წავედი. აგი როგორ 3 თვე? ხო და რაც დავიბარე კორპუსში არაფერი არ არის გაიგე. არა ხო? შეხედე. თორნიკეს დავავალეს კვერს მიხედე მეთქი და რა? არაფერი. კუტანიძე სადარბაზოს კარები? არა. ხომელიძე სახურავი შეკეთება? არა. პატას გარეგანათება? კარგი საპატიო მიზეზი აქვს. ლაშას ლიფტი შეკეთება. ისა კი არა. რატომ? ნუბიცოლა. ხო. ეხლა ჩვენ სიურპრიზის გაკეთება გვინდოდა. ძალიან გვინდოდა თქვენი სიურპრიზის გაკეთება, მაგრამ კლავ სიურპრიზი არ გამოგვივიდა. ეს უფრო იცით.
რატოა გაშლილი? აიმე რატო? რატომ და თქვენ რომ ჩამობრძანდით და თქვენ რომ მოხვედით და ესე მეზობლებს დავუძახებთ და ვახარებთ თქვენს დაბრუნებას მშობლიურ კორპუსში. თქვენთვის არის ეს სუფრა. ჩემთვის? დიახ, ლაშამ რო გაიგო ქალბატონი ნუნუ ჩამოდის და გადაწყვიტა სუფრა დავახვედროთ და ვაღმიშნოთ. კი, გავტრიალდი. აიმე ლაშიკო, ძალიან დიდი მადლობა, რატომ შეწევს მაგრამ ძალიან მიკუ შენ ეს როგორ მოიგე? ხო, გიკვირთ ხო, მე რა აი აიმე შენ რა გოგო ხარ ჩემი დინასგან არ გასხოვებ ისი მიყვარხარი ჩემო თეკლა ვიცი ლაშა თეკლა ჩემო თეკლა რა მინდა გითხრა შენ ისეთი ლამაზი ხარ და ესე მანტორო ხარ იცი როგორ მწყდება გული ძალიან მინდა გაგაცნო ჩემი ბაქარი ჩემი ძმიშვილი იცი რა ბიჭია ლაშა მე ხომ ვარ ძალიან კარგი ადამიანი ის მემჯობია სად გაქრეს გოგო? თეკლე? ხო. თეკლა გავიდა ტელეფონზე დარიყავს მეზობლები დაუძახებს ახლა და მომიხევით რა ხდება ნობიჩოლა საბერძნეთში. ინდირა როგორ არის ინდირა? მუშაობს ხო? მუშაობს კი არა სწავლობს. სწავლობს ხო. ახლა ძირითადად საბერძნეთში ხო სასწავლებლად დადიან ხოლმე მეც არა. ისე ემზარი ბიძიას როგორ გაუხარდებოდა თქვენი დაბრუნება როგორ გელოდებოდათ მთელი დღეები ეზოში იჯდა და ნარდ თამაშობდა და ისე გელოდებოდა კი როგორ არ ვიცი ბიძია ემზარი გასვლა აი მე ემზარი რა ემზარი რა ემზა ამოდი ლაშაკრეთი სუფრა გააკეთა ამოდი გამარჯობა პატა არა მაქეხამ გამარჯობის და რაღაცების თავი ხედავ მე მგონი თუთხასი ეძევრე ერთი წუთი რა არ მინდა არაფერი გასულ დავждები ჩემთვის ვიჯდები სად არის თეკლა თეკლა სად არის ხო თეკლა არის რა ო ლაშა სად არის თეკლა გაიხედე და დაინახავ აი აგერ არის თეკლა ბატონო ისა რა ქვია თეკლა რა გამიკეთე თეკლა რა გამიკეთე პატა ხო რა ვიცი რა გამიკეთე ერთი წუთი ლაპარაკობთ ორი ადამიანი ხო ლაშა მიდი თამამად მიდი ხო მიდი ბოდიში თეკლა კარგი რა თეკლა რა ხომ მითხარი ბარში ჩამოვალა ჰა გითხარი მე არ ჩამოხვედი არ ჩამოვედი ვიცი ხო და თეკლა რატო არ ჩამოხვედი მეც მაგას გეუნები რა არის მომატყუე თუ რა არის თეკლა ჩამიყვანე მალუდინე და შენ კიდე მომატყუე თუ რა გამიკეთე მე მოგატყუე და ის რა მოხდა იცი პატა სპეციალურად არ მოვედი რატო შენ იცი პატა ეს სუფრარისთვის არის აბა რა ვიცი რა მე რა ვიცი წამოდი პატა მე აგიხსნი შენ ესე იგი ბარში იმდენი ხალხია ვიფიქრე ხმაურია ხალხია თქო და აი ეს სახლში ეს რომანტიული ბახშამი გადავწყვიტე პატა მართლა თეკლა ეხლა მე და შენ ბახშამი მუსიკა სანთლები და ნუნუ პატა როგორ ხარ პატა როგორ ხარ კარგად აბა კარგად როგორ ვიქნები კარგად თურმე მაგჯის რა ცოდნია იცი ხალბატონო ნუნუკა რა და ესე რომ ჩავლებენ თურმე ხორში ესე ადამიანს ხო აი ესე სანაკვისკიზეც კაპუს არ დაუწყებენ კაპუს ესენი მაგის სპეციალურად კი არ უშვებენ თურმე არ უშვებენ ხო აბა თუ ხალბატონო ნუნუკა და მე კიდე ის რა ქვია არ ვიცი რა გამიმართლა ეთყობა მე გამიშვა ხტები ხო ჩავლა მე გამიშვა ეთყობა გამიმართლა მე ხო კისმათა ვარ ხალბატონო ნუნუკა ხო კისმათა ვარ და გამიშვა რა მაგარი რა კარგია რომ მოხვედი პატა ხო იცი რა სუფრა ეს როგორ არ ვიცი ხალბატონო მომდადი მე დავდივანდი და დიდი მადლობა აი მე პატა შენთვის არაფერი არ შეიძლება ხა თითქმის ისეთი დიეტა გაქვს შენ არაფერი არ უნდა ჭამო არა სუფრა დიეტაზე უნდა იყო დიეტაზე რა დღეში ხარ შენ ახლა რა დღეში აქ მე სხვათა შორის რა ხდება ხალბატონო ნუნუკა დაიკითხე რა ხდება კორპუსში და
თურმე ვაიმე რა დღეში ყოფილხარ ქალბატონო ნუნუქი რა ხო, ძალიან გემრი. რა, აი ეს ადრესი ყოფილა ქალბატონო ნუნუქი, აი ეს. პატრიჩანი ვისწავლე, ახალი მასწავლი მაქვს. მე გავაღებ კარებს. ავი თქვენ მე გავაღებ. გუგა, ლაშა. და ეს რა გამიკეთ? რა გამიკეთ? არავის არ უთხარი, ხო? არავინ არ მოვიდა რესტორანში. ისა. გუგა, კარგი. მე სპეციალურად არ უთხარი და მეთქი ბიჭი უნდა დაიხარჯოს რაღაცა ისა და მეთქი სადვიაროთ ეხლა ამდენმა მეძობელმა, ხო? ბარე მაქავარ თქო და ჩემთან იცი რა არის? იცი ვის გამო გავშალე ეს უფრო? მეთქი გუგას გაცილებას აღნიშნავთ მეთქი. რა სადაღა რამდენი ხანია გელოდები და დააგვიანე. უი, ფოდიში. და მადლობთ. მოდი. აი გუგა მოვიდა, გუგა რომ ელოდებოდით ამდენი ხანი. ბოდიში, გავოდი. მოვიდა გუგა. სად არის მეთქი გუგა კიდე ნუნუდეიდა. იცით ხო რას უფრო წავიე? ზაბარალა. ბატა. იცი ხო რას უფრო წავიე? რაც მეკითხები გუგა, როგორ არ ვიცი რას უფრო არის გუგა. როგორ არ ვიცი. ხამაშდა. ხო, რა იყო მაშინ რა მოგივით? ხო, რა ვიცი, რა. მე დავდაც. და თქვენ გაგიმარჯოთ ნუნუდეიდა ამ ჭიქით. დიდი მადლობა გუგა. დიდი მადლობა რომ ესეთი გულთბილი და კეთილი გაცილება მომიწყეთ ხალხო. კარგად იყავით, მე შემოგირბენთ. კარგად. ხო, აი გაცილება ან გავაცილეთ მე რა. როგორ დათრა ეს პიკი გაცილება გასლაპარაკობს. მე ხოდა ვერაფერი ვერ დამა. დაწყარა. ისეთ მე მგონი წავალ ახლა. კარგით მაშინ ვეღარ დაგაკავებთ რა ხარ ესე გეჩქარებათ ნუნუ ბიცოლა და. იცი რა, დილით ჰელენე შემხვდა და მითხრა პარიზიდან საჩუქარი ჩამოგიტანეო. ცოტა ხანს დაველოდები. უი შარო ქვია. ელენე მითხრა რომ მე შეიძლება დამაგვიანდესო ნუნუ ბიცოლა ხო და ვერ მოუსწრო ნუნუ ბიცოლა თუ და საჩუქარი დაგვიტოვა ჩვენ. ხო და მგვითხრა რომ გადმოგცემთ და აი თეკლა მოიტანს. ხო. კაცო. Dame, Luisa. Oh, და მოიტანს ესა თეკლა საჩუქარს რომელიც დაგვიტოვა ელენემ ჩვენ რომ გაგყოფილა თურმე საჩუქარი. ოი. ეს არის? ხო. რა ვიცი იმდენი ამაგი მაქვს ამ გოგოზე რომ. არა უშავს. აი წავი. ხო. ნახვამდის მადლობა. ნახვამდის კარგად ზარდობდეს კარგად. აი მე მზარი. ემზარი სახში მივიდოდა უკვე და ეხლა დამიწყებს შეკითხვებს რას უფრა იყო, რა ჭამეო, რაღაცა და მე ვერ ჩამოუთლინდენი რამეა და თებშზე დაუწყობ ცოტას ყველაფერს და თვითონ ვენახავ. კი რა. მიდი. აი ესე ზარია. ხო. აბა მოგეხმარებით ესე რომ უცებ და ასე აი ესე ასე იბადონ აი ეს უყვარს აი ეს უყვარს ეს ხორცი და დიდი მადლობა არა კარგად სამდებოდი დიდი მადლობა კარგად თეკლა შენ ძალიან კარგი გოგო ხარ იცი როგორ მინდა გაგაცნო ჩემი ბაქარი იცი რა ბიჭია შენ ხო იცნობ ჩემ ბაქარს არა როგორ არა იცი მოგცემ ტელეფონს და დაურეკე დაელაპარაკე სხვათა შორის არ არის უხერხული კარგი გამიგეკარები გაცილეთ და კაცი არ გიხეთ აი მადლობა არა არა ისე კარგად მოიფიქრე ეს საჩუქარი წვილო ხო ისე რამ წამოაღებინა ელენეს ეს წვილო ალბათ ხურთაში მისცეს და ვერ გადააგდო ხო გავიცი აი დას მოვედით მოხდი კი რა ხდება? რა ხდება ელენ დააფერ ნუნუ იყო მოსული და აი გავშალეთ უცებს დატრიალდა თეკლა მე ავალოდი აი თეკლა დატრიალდა და ჩავა აუ რა თქვილა გავიყინე ბუდიში რა ეს კარგი თეკლა შენ მაგაზე არ ინერვიულო 5 ევროიანი ეიფელი გაწყდა რა მოხდა რა
500-იანი. აბა 500-ია. 500 სპილოხი და ეიფელი 5. არა ეს აირენი გიხვეწები რა თუ ჩემი დახარ რა ეიფელი 500 და სპილო 5 ჰა ასე იყო ბიჭო მე ჩვეულებრივი სპილო მეგონა და თორმე არ ყოფილა უცებ რეკავ ტელეფონის სახში ელენე ეძებდა რეკავ პარიზიდან თურმე მაქს პილოს აქვსო გამოსქივება აქვს და ისე ვინერვიულეთ რომ არ ვიცი ახლა გეუბნებით თქვენ რომ იქნებ დაგვიბრუნოთ ეს პილო რომ ელენე გადააგზავნეს საფრანგეთში ექსპერტიზაზე რომ გამოიკვლიონ ეს ისა ხო დედა რა დაუფიქრებელი თაობა ხართ რა ლაშა რატომაც თაობა იმიტომ რომ ემზარს რომ მიუტანე ეს სპილო მაშინვე არ მოეწონა არა ხო პარაი ეგეთი უკვე ქონდა ჩვენ სახში ემზარს აჩუქეს რაღაცა ხარია თუ ირემი თუ რაღაც არ ვიცი მაგას ვერ ვჭარჩებმე რაღაცა ხო ვერა ხო ის ხო და ესა ნუ ვიცოლა თუ გაქვთ ეგეთი ხარიდები იქნებ დაგვიბრუნოთ ეგ სპილო ჩვენ ხო და გადააგზავნეს ელენე ამ ექსპერტიზაზე და მგონი ყველაფერი ეს ხო ვაიმე დაგიბრუნოთ ხო რა თუ გაქვთ აბა ეხა ის ხარიდები იქნება ხო იცი რა ხან უკვე გქონდა ეს მითხრა ჩემა ემზარმა რომ იქნებო კაკოს მაღაზიაში დავდოთ და გაიყიდოსო მაგრამ არ მგონია ლაშა რომ გაყიდულიყო იცი რა მაგაში ვინ მისცემს ისეთი დიდი ფასი დაადო 15 ლარს ბაბა მე ჩვენ მივცემ ჩვენ ეს თაობა იქნება იქის ხო იქნება რომ ჩავიდეთ მაღაზიაში ისე ძალიან მაინტერესებს ის ხარია თუ ირემი რომელია ლაშა წებო და დამშა ეხლა მუსმები ვისნოთ ხოლმე ხა ვიცნობდე მაინც ვინმეს ეხლა რა ბოდიში გოგა საიდან და გავიგე რომ აქ იქირავებინა და ეს ვინა ვიქირავა გუშინ ხო კარგი